პირველ რიგში გეტყვით, რომ გასტროკვირეული აერთიანებს ვახთმების სერიას და ვორქშოპებს, სადაც მოწვეულ სტუმართან ერთად ჩვენი შეფმზარეული მოამზადებს განსაკუთრებულ კერძებს. ეს იქნება 6 ქორსიანი დინერები, სადაც შეფამებული იქნება ქართული ღვინო. ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, გასტროკვირეული, რადგან მარტო შეფმზარეულები არ გვესტუმრენ, ანუ უბრალოდ უკვე ჩამოსულები არიან. ასევე საქართველოში იმყოფება ძალიან მაღალი დონის ექსპერტები, ჟურნალისტები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას, რა თქმა უნდა, გააშუქებენ და ამით მოხდება ჩვენი გასტრონომიის და ღვინის პოპულარიზაცია, რაც პირდაპირ აისახება ტურიზმზე და ჩვენს ეკონომიკაზე. მდგრადი გასტრონომია არის წლევანდელი თემა. რას მოიცავს ეს ტერმინი? რა იგულისხმება მდგრად გასტრონომიაში? აი ჩვენი თემა მდგრადი გასტრონომია პირველ რიგში განსაზღვრავს იმ ცნებას, რომ აუცილებლად ჩვენ უნდა გამოვიყენოთ და ჩვენ გასტროკვირეულის ფარგლებში ვიყენებთ ადგილობრივ პროდუქციას და ამით პოპულარიზაციას ვახდენთ ჩვენი წარმოების. ეს არის პირველი და დაუწერელი კანონი მდგრადი განვითარებისთვის და მდგრადი გასტრონომიისთვის. ასევე აქცენტი გვაქვს და ვორქშოპებს ვატარებთ და ჩვენი მოწვეული შეფმზარეულები ჩართულები არიან სწავლებაში, თუ როგორ უნდა მოხდეს შემცირდეს დანაკარგი სამზარეულოში, ასე ვთქვათ, zero waste-ის მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ჯერჯერობით საქართველოს ესეთი პოპულარული არ არის. ამასაც ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ და ეს მთლიანობაში ერთიანად, რა თქმა უნდა, ჩვენ გასტრონომიას და წარმოებას ეხმარება და უკვე გვინდა რომ სხვა მიმართულებით წავიდეს სამზარეულოს, ასე ვთქვათ, მექანიზმი და მუშაობა და ეხლა ჩვენ ვიმყოფებით ბოდბეში, აღნიშნავ, ხვალ არის გასტრონომიის, მდგრადი გასტრონომიის საერთაშორისო დღე და გვაქვს გახსნა ამ დღესთან დაკავშირებით. და კახეთში არის ძალიან საინტერესო ვახშამი წარმოდგენილი, რომელიც რეგიონალური პროდუქტებით მოხდება, ანუ რეგიონალური პროდუქტები გამოვიყენეთ, მოწვეულ შევსას, რა თქმა უნდა, გადავეცით ის სია, რაც მოიპოვებოდა ამ რეგიონში და ძალიან საინტერესო ვახშამი გამოვა. ანუ მდგრადი გასტრონომია პრინციპში, რო ვთქვათ, ზუსტად ამას ეფუძნება, რომ ჩვენ ქართული პროდუქტი უნდა გამოვიყენოთ და რესტორნებს უნდა გქონდეთ ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია მეწარმეებთან და ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთ, ანუ სარესტორნო ბიზნესმა და მცირე მეწარმეებმა, რომლებიც ესე ძალიან საინტერესო პროდუქციას აწარმოებენ, ბოსტნეულიდან დაწყებული სხვა მნიშვნელოვანი პროდუქტებით დამთავრებული. რა არის ის პროდუქტები, რაც ახლა თქვენ ახსენეთ, რაზე გაკეთდა განსაკუთრებული აქცენტი, რომელ პროდუქტებზე და თქვენ ახსენეთ 6 კერძი. აი რა კერძებზია საუბარი და როგორ მოხდა ამ კერძების შედგენა, რის მიხედვით მიენიჭა უპირატესობა? ჩვენ გადავუგზავნეთ, მოდი აღვნიშნოთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი შეფი იმყოფება უკვე ბოდბეში და ყველა ჟურნალისტები აქ არიან. ეს არის ბერნარდ ვალეჟა, რომელიც გახლავთ მანდარინო ორიენტალის და კოსტა ნავარინოს აღმასრულებელი შეფმზარეული და არის ესეთი დაჯილდოება ტოკესტორი, რომლის წლის შეფათაც დასახელდა ბატონი ბერტანი, ჩამოსულია თავის ასისტენტთან ერთად, ეგერ ვხედავ პაპეიზის ახლოს და ძალიან გიხარია მისი აქ სტუმრობა. პირველ რიგში ჩვენ გადავუგზავნეთ ჩვენი პროდუქციის დასახელება ბატონ ბერტნარს და იმის მიხედვით თან რა თქმა უნდა მთელი ისტორია გვაქვს გადაგზავნილი ქართული სამზარეულოს ის მეორეჯერ არის სამზარეულო საქართველოში მეორეჯერ ჩამოვიდა, ამიტომ დაახლოებით ცოტა მაინც გასინჯული ქონდა ქართული კერძები და ჩვენს რეგიონზე მორგებული კერძებიც მივაწოდეთ, ასე ვთქვათ, სახელწოდებები და რაღაცა განსაკუთრებული და ექსკლუზიური კერძები შეიქმნა ყვალისთვის, ანუ გახსნისთვის, რომელშიც გამოყენებულია, რა თქმა უნდა, მხოლოდ აქ მოპოვებული პროდუქტი. ეს არის პომიდორი, ეს არის კამეჩის მაწონი, ეს არის კახური ზეთი, რა თქმა უნდა. ოღონდ იმდენად სხვანაირი და იმდენად ექსკლუზიური კერძებია, რომ მე ცოტა გაკვირვებული ვარ, რადგან უკვე ნაწილი დავაგემოვნე და ესეთ ჩვენი პროდუქციის ესეთ მრავალფეროვნებას კიდე არ ველოდებოდი. ამიტომ ესაა ძალიან მნიშვნელოვანი შეფები, მოწვეული შეფები, რა თქმა უნდა, ჩვენ სამზარეულოს კიდე უფრო ანვითარებენ. მათი ხედვით შექმნილი ახალი კერძები ძალიან საინტერესოა. აქ მხოლოდ კერძების მომზადება არ არის მთავარი პრიორიტეტი გასტროკვირეულის. ეს არის, რა თქმა უნდა, გამოცდილებების გაზიარება. ჩვენ ვიზიარებთ ამ
ძალიან პროფესიონალი ადამიანის გამოცდილებას, სამზარეულოში მუშაობის სპეციფიკას, სამზარეულოც რა თქმა უნდა ახალ კერძებს სწავლობს და რა თქმა უნდა ეს ჩვენი ქვეყნისთვის ნებისმიერი გამოცდილება პროფესიონალის არის ძალიან მნიშვნელოვანი სამომავლოდ განვითარებისთვის. ხომ არ იგეგმება ეს ექსკლუზიური კერძები შემდეგ გარკვეულმაკვების ობიექტებმა თავის მენიუში შეიტანონ თუ ეს იქნება მხოლოდ ერთჯერადად ვინც შეძლებს და დაესწრება ამ ღონისძიებას ესე ცოტა რთულია კერძების გამეორება და თავიანთ რესტორნებში შეტანა მაგრამ შაშანდელი გამოცდილებიდან გამომდინარე გქონდა ესეთი შემთხვევა რომ ისეთი გემრიელი კერძები გააკეთა ფრანგმა მოწვეულმა სტუმარმა ერთ-ერთ რესტორანში რომ შემდეგ ვიხილეთ ორი კერძი, რომელიც ჩამატებული იყო მენიუში და ძალიან საინტერესო იყო, რომ ეს კერძი დატოვეს. ანუ ამ შემთხვევაში მხოლოდ რესტორნის გადასაწყვეტია თუ მოინდომებენ, რომ ის კერძი, რომელიც გასტროვიქსე იქნება წარმოდგენილი, ჩაამატონ მენიუში და ვიხილოთ და სხვებმაც გასინჯონ. ამ შემთხვევაში მხოლოდ გასტროვიკის სტუმრებს შეუძლიათ, რომ დააგემოვნონ სამწუხაროდ ერთჯერობით. დადნა, ბოლოს მინდა გკითხოთ, სად არის დღეს ქართული გასტრონომია მსოფლიო გასტრონომიის რუკაზე? საინტერესოა ასევე მოწვეული შეფმზარეულების მოსაზრებები თქვენ აღნიშნეთ, რომ უკვე მეორედ არის ეს შეფმზარეული საქართველოში. რას ამბობენ ისინი? რა ეტაპზეა და რა დონეზეა ქართული გასტრონომია დღესდღეობით? მე გეტყვით, რომ ქართული სამზარეულო დღითიდღე ძალიან პოპულარული ხდება მსოფლიო მასშტაბით და არ ვიცი თქვენც ალბათ გაგონილი გექნებათ, რომ ძალიან ბევრი რესტორნები იხსნება სხვა ქვეყნებში ქართული, ანუ პოპულარიზაცია ნამდვილად ხდება და ბევრი ადამიანია დაინტერესებული და უკვე ყოველ წელიწადს ტურიზმის ადმინისტრაციის ჩართულობით ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეფები ჩამოდიან. ამას რა თქმა უნდა ხელს უწყობს ჩვენი კონგრესები და ფორუმები, რომელსაც ჩვენი ასოციაცია გასტრონომიის და სოფლის ტურიზმის მართავს და ასევე პოპულარიზაციას აქცენტს სამზარეულოს და გასტრონომიის მიმართულებით. სად ვართ დღეს ვართ ძალიან საინტერესო ადგილას ჩემი აზრით. ჩვენ დიდი ხანია დავიწყეთ ჩვენი სამზარეულო განვითარება. ბევრი ახალგაზრდა ძალიან საინტერესო შეფი არის დღესდღეობით საქართველოში. და კიდევ დავაანონსებ აუცილებლად ვიტყვი რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ჩართულობით და ჩვენი ასოციაციის ჩართულობით უკვე 22-ში ჩვენ მიყვავს შერჩეული 10 მზარეული სასწავლებლად საფრანგეთში დიჟონში უმაღლეს ფრანგულ აკადემიაში სადაც ასევე მიიღებენ გამოცდილებას ჩემი აზრით ჩვენ უბრალოდ უფრო მეტი სწავლა და განვითარება გვჭირდება და მეტი გამოცდილება რომ ჩვენ სამზარეულოს ხელი შევავლოთ რადგან ჩვენი სამზარეულო ძალიან მრავალფეროვანია, ბევრი კერძი გვაქვს, რომლის სამუშაოებაც შეიძლება და სხვანაირი ხედვით წარმოჩენა და სწორედ ამ თემებს მიეძღვნება 20 ივნის ვორქშოპი, სადაც ჟურნალისტები და შეფები დაჯდებიან პანელურ დისკუსიაზე. ჩვენ დავუსვავთ კითხვებს, ყავს ბევრი სტუმარი მოწვეული ამ სფეროში ჩართული და აი სწორედ ისინი გვეტყვიან, სად ვართ. ანუ გასტროპირეულის ფარგლებში თან ამ კითხვებსაც დავსვავთ, რომ სად ვართ და სადმა ვიყოთ. სამწუხაროდ ბევრი გვაქვს სასწავლი და მე ვისურვებდი რომ ბევრი კულინარიული აკადემია გაეცნას ქვეყანაში, რადგან ჩვენი ქვეყნის საიმიჯო რესურსი და უდიდესი ძალა არის გასტრონომია და ღვინო, რომელიც ძალიან დაგვეხმარება ყველა მიმართულებით და ქვეყანას ძალიან გააძლიერებს. ამიტომ სწავლა და სწავლა.